მოკლედ მე ვიყავი მინდობით აღზრდაში ვიზრდებოდი ბებიასთან, რა დროსაც მე მოხვდი საჟელახსოვრების პენტენციურ დაწესებულებაში, საიდან განთავისუფლების შემდგომაც მალევე ბებია გარდაიცვალა და დაურჩი მარტო დაურჩი იმ პრობლემების და დაბრკოლებების წინაშე, რაც დღემდე უფლის დახმარებით და შეწევნით გამოვიარე. ვცდილობდი, მოკლედ ვცდილობდი შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე უკეთესობისკენ. ვცდილობდი დავსაქმებულიყავი ბევრ მავნეჩვევას, ესე რომ ვთქვა, დავანებე თავი ნარკოტიკს, ალკოჰოლს, მათ შორის სიგარეტსაც დღემდე ავიღე მართვის მოწმობა. იმის და მიუხედავად, რომ ვიყავი მარტო და არ ყავდა გვერდში არავინ, ვინ ჩემზე იზრუნებდა. და არ მქონდა ფაქტობრივი საცხოვრებელი. არ მქონდა ფაქტობრივი საცხოვრებელი, აქედან გამომდინარე, მიწევდა ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან ცხოვრება. ბევრჯერ მონასტერშიც, რამოდენიმე მონასტერში მაქვს ნაცხოვრები და მადლობა იმ ბერებსა თუ სასულიერო პირებს, ვინ ჩემი ყოფნის დროს ჩემზე ზრუნავდნენ. და მოკლედ ბევრი ვეცადე თუ ცოტა ნასამართლეობის გამო ჩემი დიდი მონდომების მიუხედავად, ნასამართლეობის გამო, პირობითი მჟავრის გამო მეუბნებოდნენ უარს. ყავდა შეყვარებული, მინდოდა შემექმნა ლამაზი ოჯახი. და ვფიქრობ, ესეც პრობლემაა, რომ ნასამართლეობა არ უნდა უშლიდეს არც პირობითი მჟავრი ახალგაზრდა ადამიანს დასაქმებაში და ცხოვრების, ესე რომ ვთქვათ, გზაზე დადგომაში. დავამატებ კიდევ, მოხვდი ერთ-ერთ ლითოკონსტრუქციულ საწარმოში, სადაც ერთ-ერთმა ადამიანმა, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მიიტანა ჩემი ეს მდგომარეობა გულთან და დახუჭა ნასამართლეობაზე თვალისადაც შევისწავლე პროფესია, კონკრეტულად შედუღება. დროთა განმავლობაში ჩემი პროფესიის შესაბამისად დამჭირდა სერტიფიკატი, მივედი პროფესიულ სასწავლებელში, სადაც მითხრეს, რომ ატესტატის საფუძველზე გასცემდნენ ამ სერტიფიკატს. ბევრი ვიშრომით თუ ცოტა ავიღე სერტიფიკატი, ავიღე ატესტატი, დღესდღეობით თუ არ ჩემი საქმის კარგი შემსრულებელი მყავს 4 წლის გოგონა, რომლისათვისაც ვცდილობ შევქმნა ნათელი და უზრუნველყოფილი ცხოვრება.